დაახლოებით ფილმი და ფილმ უა წარმოგიდგენთ. სცენარის ავტორი ედუარდ ვოლოდარსკი. ანატოლი ჩიჟიკოვის, ელენა ცვენტუხის და ევგენი ტაგანოვის მონაწილეობით. ფილმში ასევე მონაწილეობენ გელა მესხი, ანატოლი ძივაევი, სერგეი გაზაროვი, ევგენი კნიაზევი, მარინა ვოროჟიშჩევა, ნადეჟდა მიხალკოვა, ალექსეი ვერტკოვი, სვეტლანა კოლპაკოვა, ანატოლი გუშჩინი, მარია ანდრეევა, მარია სპივაკი და ვასილი მიშჩენკო. რეჟისორი გინზბურგის სერგეი ვლადიმიროვიჩი. ოპერატორები ანტონ ვერბინი და იგორ ბონდარევი. კომპოზიტორები სერგეი მოროზოვი და ლიუდმილა მოროზოვა. სერგეი შჩერბინის ფილმი. ბელადის ვაჟი. უნდა ვისადილო. წამოდი გვერდით დამიჯექე. მაპატიე, არ შემიძლია. მეგობართან მივდივარ. უნდა ვიმეცადინოთ. შეიძლება? რამდენი წლის ხარ? 16-ის. პომადა წაგისვამს რისთვის? მამაკაცები რომ მოხიბლო? მამა რას ამბობ? ვიცი რასაც ვამბობ. შენ თუ იცი ასეთ გოგოებს რას ეძახიან? ნემპანის ბოზებს. ეს გინდა? პომადას ახლა ყველა ისვამს. შენ ჩემი შვილი ხარ. ეს უნდა გახსოვდეს. ყველა, ვინ ყველა? ალექსანდრა. აქ ვარ იოსებ ბესარიონოვიჩი. ვისთან მიდის? რომელ მეგობართან? ტოსიასთან. მოროზოვასთან. იცნობ იმ მოროზოვას? არა. მოემზადე, გახკევი. არ არის საჭირო. ესე იგი, იმ კაცთან მიდიხარ? შენს ებრაელთან, იმ ბებერთან. არ გაბედო მასზე ასე ლაპარაკი. შენ ჩემი შვილი ხარ, ჩემი. ჩაკეტე. სისულელეებზე რომ აღარ იფიქროს. მიდი. დიახ, იოსებ ბესარიონოვიჩი. ჩაის ხომ არ დალევ. ჩემო საბრალო გოგო. ვასილი იოსებოვიჩ, ბიჭებმა გარაჟში ჰიტლერზე ანეკდოტი მითხრეს. გინდათ გითხრათ? მიდი. მოგლეთ ჰიტლერი საგიჟეთში მიდის. ყველა პაციენტი მისი მდგება. ესალმებიან. აი ჰიტლერ. მარჯვენა ხელს წევენ, როგორც იციან. მთელი რიგი გაიარა და ხედავს რომ რიგის ბოლოს მდგომი კაცი არ ესალმება. მიდის მასთან და ეკითხება, რატომ არ მესალმებიო? ის კი პასუხობს. მე გიჟი კი არა. სანიტარი ვარო. ნამდვილად სანიტარია. რაღაც სუდგუნებაზე ხართ ვასილი იოსებოვიჩ. მოხდა რამე? რა შეიძლება მოხდეს? აქ რა უნდა მომივიდეს? ისე მიცავენ რომ სურდოც ვერ დამემართება. რატომ უნდა ვიყო აქ, სითფოში, მაზღარი და არა ფრონტზე, ჩემს მეგობრებთან ერთად? შეგიძლია მიპასუხო? ვინმე აქაც ხომ უნდა იყოს? აქ ვინ იქნება? აქ კანცელარიის ვირთხები იყვნენ. მე კი მფრინავი ვარ, ჩემი ადგილი იქ არის. გასაგებია? თუმცა შენ რატომ გიყვირი? რა შენი ბრალია? მაპატიე. იცით, ფრონტზე წასვლა მეც 3 ჯერ მოვითხოვე.
მაგრამ არ მიშვებენ. მითხრეს აჯობებს საჭიატრიალო, ომს უშენოდაც დავასრულებდო. მოინდომა. მერე მე ვინ მატარებს, თანაც უფროს წინ არ უნდა გადაუხდე. მე როცა გამიშვებენ, შენც მაშინ წამოხვალ. გასაგებია? დიახ, ვასილი იოსებოვიჩ. შეიძლება ომი უჩვენოდ ვერც დაასრულონ. შემოდი. ამხანაგო სტალინი, პოლკოვნიკი სტალინი თქვენი ბრძანებით გამოცხადდა. ნუყვირი. ისედაც მთელი დღეა თავი მდგივა. გონი ამინდი იცვლება და ამას უგრძნობ. ბერდები. ჩემზე ნაწყანი ხარ? არა. Нет. დაჯექი. ლავრენტიმ თქვენი საუბრის შესახებ მომახსენა. ჩემთან მოსვლას, იმასთან მისვლა რატომ არჩიე? შენ სულ დაკავებული ხარ. შენთან არ მიშვებენ. მამა. გამიშვი ფრონტზე. ფრონტზე? ლავრენტიმ გაზეთი გაჩვენა? ის გაზეთი, სადაც იაკობი გერმანელებთან ერთადაა. შენ ხომ არ გჯერა, რომ იაკობი ასე მოიქცეოდა? მე არ მჯერა. შენ არ გჯერა. მაგრამ მთელი მსოფლიო უყურებს და სჯერა. მე არ გაკავებ. მაგრამ შენც იაკობივის ტყვედ რომ აგიყვანან, ვასილი. ეს დიდი სირცხვილი იქნება ჩემთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. სტალინგრადში წახვალ. ინსპექტირებისთვის. რომ დაბრუნდები. თვითონ გადაწყვეტ, როგორ მოიქცე. წადი. სად მივდივართ, ვასილი იოსებოვიჩ? არ გითქვამთ, აეროდრომზე. მართლა? იოსებ ბესარიონოვიჩმა ფრონტზე გაგიშვათ? გამიშვა, მაგრამ ჯერ დავალება უნდა შევასრულა. შემოწმებას ჩავატარებ. მაგრამ არა უშავს. ეს სხვა საქმეა. ეს ხომ სიკვდილმისჯილთა საქმეების ინსპექტორობა არ არის. ნამდვილად. ფრთხილად იყავით, თავს გაუფრთხილდით, ვასილი იოსებოვიჩ. ომში მხოლოდ სულელს არ ეშინია. ყველას ეშინია, მეც მეშინია. მაგრამ ყველაზე საშიში იცი რა არის? მერე რომ მითხრან, შენი მეგობრები გერმანელებს როცა ებრძოდნენ, შენს გვარს ამოეფარეო. გასაგებია? გასაგებია. თუ გასაგებია, ასენელა რატომ მიდიხარ, დაუჩქარე. არის ვასილი იოსებოვიჩ. ვასილი იოსებოვიჩ. წერალო, სტალინგრადში როგორ მოხდი? კრასნაია ზვეზდას კორესპონდენტი ვარ. კრასნაია ზვეზდას, დიახ, კარგი საქმეა, დაწერე ჩვენზე. როგორ დავწერე, როცა მარჯვენა სანაპიროზე არ მიშვებენ? როგორ თუ არ გიშვებენ? Да ерунда какая-то. რაღაც ისულელს მეუბნებიან, რომ ფეხებში მოვედები და ხელს შევუშლი. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ. კითხველებმა უნდა იცოდნენ, როგორ იბრძვიან მათი მამები, ძმები, შვილები. კარგად ლაპარაკობ, ლამაზად, მაგრამ თქვენ მწერლებს ტყუილებიც კარგად გეხერხებათ. ასე არ არის? მაგალითად, სცენარში ყოველთვის ხომ არ წერი იმას, რაც რეალურად იყო. სცენარი რა შუაშია. ეს სულ სხვა საქმეა, ნამდვილი ცხოვრებაა. აქ სიმართლე და ბრძოლა უნდა აღიწეროს. სინდისი ტყუილის დაწერის უფლებას არ მომცემს. ფრონტზე ჩამოვედი და სხვის ზურგს ამოვეფარო? კარგი, კარგი, დაგეხმარები, გაგიშვებენ. გმადლობთ. სამადლობელი არაფერია. თავარია თავს გაუფრთხილდი. მერე სვეტასთვის სრემლის მოწმინდა რომ არ მომიხდეს, გესმის? დამახჯობს. კარგი, გამიხარდა შენი ნახვა. მეც გამიხარდა. ლაპარაკობს მოსკოვი. საბჭოთა საინფორმაციო ბიურო გაცნობებთ. 3 დეკემბრის ღამეს სტალინგრადის ჩრდილო-დასავლეთით ჩვენმა საჯარისო შენაერთმა
შეუპოვარი ბრძოლის შედეგად დაიკავა გამაგრებული სიმაღლე. გაანადგურა მტრის 27 ძოტი. გერმანელთა ქვეითი ჯარის ბატალიონი. ხელში ჩაიგდო 4 ყუმბარ-მტყორცმი, 7 ტყვიამფრქვევი, 35 ავტომატი და უამრავი შაშხანა. ფრონტის სხვა მონაკვეთზე მოგებულ იქნა მტრის 3 კონტრშეტევა. ბრძოლის ველზე მტრის 600-მდე ჯარისკაცის ცხედარი დარჩა. 14 საათსა და 15 წუთზე ვერხ კრიფსკოის რაიონში 520 ავიაპოლკის მფრინავების მიერ ჩამოგდებულ იქნა მტრის სადაზვერო თვითმფრინავი ფოკე-ვულფი. ეკიპაჟი? სამკაციანი ეკიპაჟი კი ტყვედ შეიპყრეს. ხოჭახ, კარგად იბრძვით. ფიქრობ გერმანელებს ეს არ მოეწონებათ. რა თქმა უნდა არ მოეწონებათ. იმათ როგორ გიპასუხეს? დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის მხრიდან არავითარი აქტიური მოქმედება შემჩნეული არ ყოფილა. დღის მეორე ნახევარში артиллерიის შეტევა გააძლიერეს. 197 და 198 მსროლელი დივიზიების მიმართულებით. მეორე დღეს სადაზვერო ფრენებს ახორციელებდნენ, მაგრამ ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ ჩამოვაგდეთ. ახლოს არ მოდიოდნენ. ეშინოდათ. უბრალოდ ჰაერში ტრიალებდნენ. რაღაცისთვის ემზადებიან. დაზვერო არ ასამბობს. შეტევას ველოდებით. ასაგებია. ყველა საკითხთან დაკავშირებით ცნობა მომიმზადეთ. ჩემს ოქმში ჩავამატებ. და კიდევ. ვოლგის ფლოტილიას დაუკავშირდით. ერთი სამხედრო კორესპონდენტის გადაყვანა უნდა სცადონ. მისი გვარია კაპლერი. დაიმახსოვრეთ? დავიმახსოვრე, მაგრამ იქ სერიოზული ბრძოლებია, გაუძლებს? არა უშავს, გაუძლებს. მებრძოლი ბიჭია. ნეტა ახლა იქ ვიყო. კორესპონდენტო. მასალა შეაგროვე, უკან როდის გაგამგზავრო. ალბათ ამ დღეებში მასალა უკვე შევაგროვე. თითქმის შევაგროვე. რედაქციაში სტატიას უკვე ელოდებიან. რასწერ? სტატიას რა სახელწოდება ექნება? ალბათ რუსი დევგმირები ფაშისტებს ანადგურებენ, არა? არა, ასე პომპეზურად რა საჭიროა? უბრალო სათაური ექნება, ლეიტენანტის წერილი. სტალინგრადის დამცველების გმირობაზე წერ? აბა სხვა რაზე დავწერო? შიშზე? ალბათ შენ უკეთ იცი. მაგრამ შიშის გარეშე სიმამაცეც არ იქნებოდა. რას გულისხმობ? ეს როგორ გავიგო, კაპიტანო? როგორც გეუბნები, ისე გაიგე. ბატალიონში მხოლოდ ლაჩრები დარჩნენ. მამაცები დიდი ხანია მიწაში წვანან. მამაცი კაცი რას ფიქრობს? ვის და მე ტყვია არ შემეხებაო. ხონია რომ არაჩვეულებრივი და განსაკუთრებულია.
რომ სიკვდილი აუცილებლად გვერდსაულის. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რაც უნდა. რაც საჭიროა. და რაც არ არის საჭირო. ლაჩარი კი რაზე ფიქრობს? ცოცხალი როგორ გადარჩეს, რომ ის უსუსური და დაუცველია ყუმბარების და ტყუის წინაშე, რომ სიკვდილი მის ყურთან სუნთქავს. ხარზე უზის. ფაშისტის მოკლა რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თავარია ბრძოლაში ცოცხალი გადარჩეს. გერმანელების დახოცვენების მიერ შემთხვევაში მოუწევს, მაგრამ თავს უნდა გაუფრთხილდეს. უცნაური თეორიაა. მთელი ფილოსოფიაა. რომელი გაზეთისთვის წერ? გოგონას წერ. საყვარელ გოგონას. გასაგებია. წერე. ჩემო საყვარელო, არავინ იცის, მოაღწევს თუ არა ეს წერილი შენამდე. მას რთული გზის გავლა მოუწევს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ის მაინც მოვა შენამდე. გადაურჩება მტრის ცეცხლს, კარბუქს, გადაივლის ვოლგას, სტეპს, ჩამოაღწევს ჩვენ საყვარელ მოსკოვში და ჩემს სათუთ გრძნობას შენამდე მოიტანს. ძვირფასო, დღეს თოვდა, სტალინგრადში ზამთარია. ზეცა ისე დაეშვა, როგორც ჭერი პატარა ქოხში. პირქუში ამინდია განსაკუთრებით სევდიანია. ასე დროს საყვარელ ადამიანზე გეფიქრება. როგორც კი თავისუფალი წუთი მომეცემა, მოგწერ. მინდა იცოდე ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის შესახებ. მინდა იცოდე რას ვგრძნობთ, რაზე ვფიქრობთ აქ სტალინგრადში. ერთი ჩვენი პატარა მეგობრის შესახებ მინდა გიამბო. ის ჩვენს შეტევაში მონაწილეობდა, ბოლია ერქვა. ბოლია ერთი უბრალო სტალინგრადელი ბიჭი იყო. დაობლდა და ჩვენს სამხედრო ნაწილს მოეკედლა. თუმცა კი არ მოეკედლა, თვითონ ავიყვანეთ. გულჩათხრობილი და ჩუმი ბიჭი იყო, უხეში. არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა ამ პატარა ბიჭის სულში. ხოლო შეგვეძლო გვევარაუდა, რა სულიერი მდგომარეობა ჰქონდა. არ მგონია ყოველთვის ასეთი ყოფილიყო. ფიქრობ მას სიახლობლების სიკვდილმა იმოქმედა.
ამბრაზურის მეშვეობით აქედან, სარდაფიდან, ფართო მოედანი მოჩანს, რომელიც მთლიანად ნანგრევებად არის ქცეული. მოედანზე გადარბენა არ შეიძლება. მისი ყოველი სანტიმეტრი ჩვენ მიერ და ჩვენი მოწინააღმდეგის მიერ კონტროლდება, რომელიც ჩვენ გვერდით მდებარე შენობაშია გამაგრებული. მოედნის იქითა მხარეს წითელი სახლი ჩანს, რომელსაც არც სახურავი აქვს, არც ფანჯრები, არც კარები და აგურებიც გაჭვარტლულია. ის წითელი სახლი ნებისმიერ ფასად უნდა დაგვეკავებინა. რაზმო, გამომყევი. არ ჩამორჩეთ. იმ საღამოს კაპიტანი სანტოვი 8 მებრძოლთან ერთად წითელ სახლში უნდა შეჭრილიყო. გერმანელები გაენადგურებინა და როგორმე იმ პოზიციაზე გამაგრებულიყო. მებრძოლები რამდენიმე საათის განმავლობაში მიიწევდნენ წითელი სახლისკენ. მიიწევდნენ ნამსხვრევებით ჩახერგილ მოედანზე. ქალაქი ნანგრევებად იქცა. სამთლიანად კვამში იყო გახვეული და გამუდმებით შორეული აფეთქებების და მოყევით გერმანელების სასიგნალო რაკეტების ცეცხლის ანარეკლით ნათდებოდა. ისინი ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ თავის მიზანს და ესმოდათ, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სანტოვის რაზმს ვოლიაც გაჰყოლია. თავიდან ის ვერავინ შეამჩნია და როცა შენიშნეს, უკვე გვიანი იყო. ასე შეაღწია ბიჭმა წითელ სახლში სანტოვის მებრძოლებთან ერთად. აკეთ. მიდი. ყურადღებით. მომყევით. ხუმბარა ისროლე. აკეთ ბიჭებო. სინიცი ნიკიცადი. სხვენზე არიან. მიუყვეთ ბიჭებო. ის ვინც აქ არ ყოფილა, ბოლომდე ვერასოდეს გაიგებს თუ რა რთული იყო იმ ორი ქუჩის გადაკვეთა, რომლის გავლა მშვიდობიან დროს 2 წუთში შეიძლებოდა.
საბრძოლო მოქმედებები ისე განვითარდა, რომ 5 დღის განმავლობაში სანტოვის რაზმთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანელები წითელ სახლს შეუსვენებლივ ესროდნენ, ვიცოდით, რომ ჩვენები იქ იყვნენ, რომ მათ სახლი დაიკავეს და რომ შეტევას უძლებდნენ. ძალიან ბევრჯერ სცადეს ფაშისტებმა ისევ შეჭრილიყვნენ წითელ სახლში, მაგრამ მოედნის მხრიდან ყველა შესასვლელს ჩვენ ვაკონტროლებდით. მოპირდაპირე მხარეს კი სახლს 9 ჯარისკაცი იცავდა. Auf dahin! Durch den Torbogen links rüber! Feuer auf den Etage! მიდი. ხოჭახ. უკან დაიხიე. ვოლკა. იყვირეთ ვაშა რომ გერმანელებს ბევრი ვეგონოთ. ვაშა.
მე-6 დღეს წითელ სახლში შეღწევა მხოლოდ მე შევძელი რამდენიმე მებრძოლთან ერთად. იქ 8 გარდაცვლილი და მძიმედ დაჭრილი სანტოვი ვიპოვეთ. ვოლია ფანჯარასთან იწვა. ხელში ავტომატი ეჭირა. მის სახეზე სისხლი მიმხმარიყო. ვოლიას ხელში ავტომატი სათამაშო იარაღს ჰყავდა. ჭუჭყიანი ქუდის ქვეშ ბავშვის ქერად მომოჩანდა. ბიჭს თვალები გახელილი დარჩენოდა და მათში მისი მშობლიური ქალაქის დანგრეული, დამწვარი სახლები და სტალინგრადის ზამთრის საირეკლებოდა. ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს ამ ქვეყანაზე. ზოგმა კეთილი და სასარგებლო საქმე უნდა აკეთოს. თუნდაც მარკები დააწებოს კონვერტებზე. ვიღაც კი იმისთვის იბადება, რომ ერთხელ წამოიმართოს და შეძახოს წინ. მერე რომ მისი სიცოცხლე ასეთი ხანმოკლე იყო. თავარია რომ მან გააკეთა რაღაც, რაც ზოგად საკაცობრიო წიგნში თუნდაც ერთი მძიმით, წერტილით, ან უბრალო ასოთი აისახება. ახლა ისტორიის ის თავი მიმდინარეობს, სადაც წერია თუ როგორ ებრძოდა საბჭოთა ხალხი ბარბაროსთა შემოსევებს. და ვოლიამ იქ თავისი მძიმე დასვა. მოითმინე კაპიტანო. ახლა ჰოსპიტალში წაგიყვანენ და უკეთ გახდები. რა კორესპონდენტო. ჩაგითრია ბრძოლამ. დაშავებულ ხარ. სისულელია. პატარა ნაკაწრი მაქვს. შენ როდის მიდიხარ? ალბათ 9 საათში მზვერავები მომაკითხავენ. დასანანია, რომ წასვლის წინ ვერ დავლებთ. აუცილებლად გინახულებ. ოღონდ გამოკეთდი, კარგი? შენზე რა დავწერო? შენი თეორიის მიხედვით ვინ ხარ? მამაცი თუ მშიშარა? მე რა მამაცი ვარ? აქ სახლის უკან. საქვაბე იყო. ჩვენ 2 ბატალიონი იქ ბანაობდით. თეთრეულს ვრეცხავდით. მერე კი შენ გამოვეცადეთ. დასაწერი რომ გქონოდა რამე. აუცილებლად დავწერ. აუცილებლად. საყვარელო. ხშირად მოგწერ და შენ სერილებს დაველოდები. რომ იცოდე აქ ეს როგორ მჭირდება. სადაცაა დაღამდება. მოსკოვშიც დაღამდება მალე. შენი ფანჯრებიდან კრემლის კედლები და მოსკოვის სამოჩანს. შესაძლოა ახლა თქვენთანაც თავს. შენი ლ. ეს რა არის? რას გულისხმობ, მამა? მე მეკითხები რას გულისხმობ? ციტურო ძუკნა. რა გქონდა ამ კაცთან? მიპასუხე. არაფერი. თუ ასეთ წერილებს რატომ გწერს? თავხედი. რატომ ჩათვალე რომ ეს წერილი ჩემთვის დაწერა? კრემლში ბევრი სვეტლანა ცხოვრობს? სახელით მოგმართავს. ებრაული ეშმაკობა. რუსულად წერა არ იცის. თუ გათხოვება გინდა, ვინმე რუსი ვერ იპოვე? რას ამბობ, მამა? როგორ არ გრცხვენია? ეს შენ უნდა გრცხვენოდეს. შეცხვირ მოუხოცავო გოგო. 18 წლის გახდა და კაცი გაიჩინა. მაგრამ დედა ჩემზე უმცროსი იყო, ცოლად რომ გამოყვა.
გონია დედა შენს გაუხარდებოდა შენს საქციელს რომ შეიტყობდა გაუხარდებოდა როცა გაიგებდა რომ მისმა შვილმა მამის ტოლ კაცთან დაიჭირა საქმე ის შენზე 20 წლით უფროსია ამაზე იფიქრე მაგ კაპლერზე ყველაფერი მომახსენეს მითხრეს მის გარშემო რამდენი ქალი ტრიალებს არა რა სულელო ყველა მწერალი გარყვნილი და ლოთია კარგია განაგრძე წერა აი ასე კალმის და ბლოკნოტის მუშაკებს საბრძოლო სალამია ლეოშა კეთილი იყო შენი ჩამობრძანება გმადლობ ძვირფასო გამარჯობა სტალინგრადში რა ხდებოდა ყველაფერს გიამბობ ყველაფერს ხელზე რა დაგემართა ფაშისტური ნამსხვრევია ლეოშა ირინა ძვირფასო ლეოშა ძალიან მომენატრე გამუდმებით შენს სასიყვარულო წერილებს ვკითხულობთ რას გულისხმობ რას ისეთი თავმდაბალია რომ კრასნაია ზვეზდას ტირაჟი ეცოტავება ტრიბუნისტვის პრავდა სჭირდება მისმინე ჩვენმა ხელმძღვანელმა საჩუქარი გადმოგცა ერთი წუთით ახლავე აი ინებე მაგრამ ეს მასალა პრავდასთვის არ მიმიცია პარტალია აქ ერთმა შემოირბინა პრავდადან შენი მასალა დაინახა და არ მოგვეშვა სანამ არ წაიღო ჩვენი კონსერვატორი უფროსი ამას არასდროს დაბეჭდავდა პრავდაში კი როგორც ხედავ დაბეჭდეს მოდი შეხვედრა აღვნიშნოთ ერთი წუთით ახლავე თამაროჩკა ყველაფერი ჩაწერე დიახ სერგეევიჩ დიახ ალო სვეტლანა გამარჯობა მიცანი რა თქმა უნდა დღეს ჩამოვედი ო გაზეთი უკვე ვნახე როგორ ხარ ნორმალურად მოვალ სასტუმროში ნივთებს დავყრი და მოვალ დაგელოდები შეხვედრამდე შესანიშნავი სტატია გამოვიდა აბა სერგეევიჩ გმადლობ ჩვენ შეხვედრას გაუმარჯოს აბა მოქალაქე კაპლერი თქვენ ხართ დიახ დაპატიმრებული ხართ ინებეთ თქვენი ორდერი გაეცანით რისთვის ეჭმიტანილი ხართ ჯაშუშობაში დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ყველა დეტალს გამომძიებელი შეგატყობინებთ გთხოვთ იარაღი ჩამაბარეთ მოქალაქე კაპლერ გამოგყვევით ალო რედაქცია მითხარით ალექსეი კაპლერი უკვე წავიდა სასტუმროში დავრეკე და იქ არ არის როგორ თუ დააპატიმრეს
დიახ, გავიგე. მადლობთ. გისმენთ. გამარჯობა, მე ვარ. გამარჯობა სეტანა. ჩემზე გაბრაზებული ხარ? მამას ნუ გაუბრაზდები. მამიკოს ახლა რთული პერიოდი აქვს. ახლა ომია სეტანკა. მამიკო სულ მარტოა. გესმის ჩემი სეტანა? მესმის. რისთვის დააპატიმრეს? ბერიას კითხე. როგორც მან მითხრა, ეს შენი კაპლერი ინგლისის ჯაშუში აღმოჩნდა. ამის მოსმენა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო. არა ბედიელის. ომის კანონის თანახმად უნდა დახვრიტონ. ვერაფერს ვიზამ. ვერაფრით დაგეხმარები. მე მიყვარს. მე ის მიყვარს, ნუ თუ ამის გაგება არ შეგიძლია, მიყვარს. შეწყვიტა ისტერიკა სეტანა. ლოშას თუ დახვრეტენ, მეც თავს მოვიკლავ. დედასავით მოვიკლავ თავს. გისმენ. ვასია, მე ვარ. რა ვქნა ვასია? კაპლერის გამო ისეთი ამბავი ატეხა. ისე გამლანძღა. სვეტა იმ კაც კიდევ შეხვდი? შენ რა პრავდას არ კითხულობ? კითხულობ. ყოველ დღე არა, მაგრამ კითხულობ. იქ კაპლერის სტატია დაბეჭდეს სტალინგრადელ ბიჭზე. ო, სვეტა, წავიკითხე. კარგი სტატიაა, მაგრამ შენთან რა კავშირი აქვს? მამამ თქვა, რომ ეს ჩემთვის განკუთვნილი სასიყვარულო წერილია და რომ ახლა ჩემზე ანუ მის ქალიშვილზე მთელი ქვეყანა ილაპარაკებს. რა ვქნა ვასია? სიცოცხლე არ მინდა. სვეტა დამშვიდდი. მამას არ იცნობ? იყვირებს და დაწყნარდება. კატაბალახა დალია და დაიძინე. ვასია, მეც დედასავით თავს მოვიკლავ. სვეტა, ყურმილი არ დაკიდო, გესმის? სვეტა. ეი, შენ. აბა დალიე. მიდი დალიე. ეი, ვის ვეუბნები? მე ეი არ ვარ. კავკასიურ სუფრაზე ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას სვამენ. იჯექი. რუსულ სუფრაზე კი ცოტას ლაპარაკობენ, მაგრამ ბევრს სვამენ. სწორედ ამიტომ რუსული სუფრა უფრო მიყვარს. სვანი ძეებიდან მხოლოდ ჩვენი იაკობი ლაპარაკობს ცოტას. განამე ჯუღაშვილი არ ვარ, მამა? შენ როგორი ჯუღაშვილი ხარ? ჯუღაშვილები, როცა ისრიან, მიზანში არ ტყამენ. შენ კი ისროლე და აცილე. იოსებ საკმარისია. რა საკეთებ, არ გწვენია? მოკეტე. ძულ ხარ. სადისტო. ნუ გაუბრაზდები მამას, იაკობ. ვიხუმრე. ბებია, მალე შეგვიშვებენ. მალე, მოითმინე შვილო, მოითმინე. გავიყინე.
რა მოხდა? მასთან არ შემიშვეს. წერილიც კი არ გამომართვეს. მითხრეს არ შეიძლებაო. მომეცი წერილი. როგორმე გადავცემ, რამეს მოვიფიქრებ. ყველაფერი კარგად იქნება. გესმის სვეტა? ის ნორმალურად იქნება. გპირდები. წავიდეთ. ვასილი როგორ არის? სახურობს ამხანაგო სტალინ. სვამს? სხვებზე მეტად არა. რას ნიშნავს სხვებზე მეტად არა? ისინი მფრინავები არიან. ყველა სვამს. ბრძოლის და ფრენის ხარისხზე ეს როგორ აისახება? თითქოს კარგად. რატომ თითქოს? კარგად აისახება ამხანაგო სტალინ. შვილებში არ მიმართლებს. ერთი სვამს, სხვებზე მეტად არა. მეორეს თავში უკრის. ვასილი და სვეტლანა ადრე დაობლდნენ. ისინი ოპლები არიან? მე ვინ ვარ? ნადიამ არა მარტო ისინი, მეც მიმატოვა. შვილები. მათ დედა მესამე დღეს აღარ ახსოვდათ. მე კი მთელი ცხოვრება დამინგრია. ნადიამ არა მარტო საკუთარ თავს, მეც მესროლა ზურგში. ვასილი მასზე საერთოდ არ ფიქრობს. რას გაჩუმებულ ხარ, ნიკოლაი? ჩემთვის უცხო არ ხარ. ნადიას გარდაცვალების შემდეგ ჩემს ბავშვებს შენ ზრდიდი. ვასილის ყოველთვის ხელს აფარებ. მას უარს არაფერზე ეუბნებიან. კიდევ რა უნდა? იოსებ ბესარიონოვიჩ. სვეტა და ვასია ბავშვები არიან. სულელები. როდისმე ყველაფერს მიხვდებიან. თვითონ გჯერა ამის? კარგი. შეიძლება მიხვდნენ კიდეც. მადლობა. ვასილიზე რომ ზრუნავ. წადი.